2025 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.4% შეადგინა. ამის შესახებ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას სტატისტიკის მიხედვით აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის თებერვალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზისო ინფლაციის მაჩვენებელი 2%-ით განისაზღვრა. ინფლაცია მნიშვნელოვანი ეკონომიკური ვითარებისა და პარამეტრების გამსაზღვრელია და ის მონაცემი, რასაც საქსტატი აქვეყნებს, ამ ეტაპზე ნორმალურ პროგნოზად შეიძლება აღიქმებოდეს. თუმცა მის დონეზე აუცილებლად მოახდენს გავლენას ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, გვეუბნება ეკონომისტი მალხას ქოჩიაშვილი. ინფლაციის მაჩვენებელი, როგორც წესი, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ფაქტორი, მაგრამ ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ ინფლაცია ყოველთვის განსაზღვრავს ყველაფერს ან ეკონომიკის ზრდის და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების, ასე ვთქვათ, შემცველი შეიძლება იყოს. მაგალითად, სიტყვაზე თურქეთში ბოლო წლებში ეკონომიკის ზრდა 6%-ზე მეტია საშუალოდ ვამბობ, მაგრამ ინფლაცია ახლა მაგალითად ბოლო წლებში პარალელურად საკმაოდ მაღალი იყო. ამ დროს თურქეთის ეკონომიკა იზრდება. ამას აქვს თავისი ცალკე ანალიზი უნდა, ცალკე ფაქტორების კომპლექსია, რომელსაც ჭირდება კონკრეტული პარამეტრების ცოდნა, ურთიერთშედარება, ჩაშლა და სხვა მნიშვნელობებს. მე მოკლედ ასე რომ ვთქვათ, ამას ვიტყვი, რომ ამ წუთში ინფლაციის დონე საქართველოში ზის ნორმალურ პარამეტრებშია. რაც შეეხება ტენდენციას, როგორი შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, არის საშიშროება ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მოხდეს მისი ზრდა. მთავარია, თუ კი ასე მაინც მოხდება, შენარჩუნებული იქნას ეკონომიკის და სწორედ აქ არის მთავარი საშიშროება, რომ ამ ეტაპზე ძნელი საპროგნოზოა. მაგალითად, დაახლოებით 5-6%-ის ფარგლებშია ნავარაუდები წელს საქართველოს ეკონომიკის და თუ მოხერხდეს ძალიან კარგი, მაგრამ ცოტა ეჭვის ქვეშ დგას ეს ჩემი შეხედულებით. მით უფრო საზოგადოებრივი და პოლიტიკური პროცესები შეიძლება გახდეს ცალკეული უარყოფითი ფაქტორების განმაპირობებელი. ვნახოთ, როგორ იქნება. ყოველ შემთხვევაში საერთოდ ეკონომიკას ახასიათებს ინერციულობა. ჩვენი ეკონომიკა არ არის იმდენად დიდი, რომ ეს ინერციულობის დონე მაღალი იყოს, მაგრამ რაღაც დონეზე შეინარჩუნებს. მახსოვს ადრე თქვიეს, ალბათ 2-3 თვის განმავლობაში ამ ეტაპზე შეიძლება გარკვეული სტაბილურობის იმედი ვიქონიოთ, თუმცა მერე რა თქმა უნდა, ბევრი რამ შეიძლება რისკის ქვეშ დადგეს. 5 მარტიდან 2 აპრილამდე ეს არის დრო, რომელიც აბიტურიენტებს შესაძლებლობას მისცემს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია გაიარონ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მე-12 კლასელებს ურჩევს დეტალურად გაეცნონ რეგისტრაციის ინსტრუქციას და რაც მთავარია, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ თარიღებს. ამ მხრივ, როგორც ცენტრის დირექტორი განმარტავს, არის მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი სიახლე. ის პირები, რომლებიც გადაიხდიან რეგისტრაციის საფასურს 2 აპრილის 18 საათამდე, მაგრამ გარკვეული რაღაცა მიზეზის გამო შეიძლება პროცესი ვერ დაასრულონ ბოლომდე, მათ მიეცემათ საშუალება 10 აპრილის 18 საათამდე რეგისტრაციის პროცესი სრულად დაასრულონ. საგამოძიებო პროგრამებში ცვლილებების განხორციელებას რამოდენიმე თვე ვაძლევთ ამის დროს და რა თქმა უნდა პროცესი დამთავრდება აპელაციის შედეგების გამოცხადების მომდევნო დღის 18 საათზე. რა თქმა უნდა, ამის შესახებ თარიღები განთავსდება ჩვენი ცენტრის გვერდზე, ვებგვერდზე და ასევე Facebook გვერდზე. როგორც წინა წლებში, ისე ახლაც რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპიანი იქნება. აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები, რომლებიც არ სწავლობენ დამამთავრებელ კლასში 2025 წლის ეროვნულ გამოცდებზე არ დაიშვებიან. ამავე ინფორმაციით, რაც შეეხება მასწავლებელთა გამოცდებს, რეგისტრაციის თარიღები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. კიკბოქსინგი არის ჩემი ცხოვრების ნაწილია. კიკბოქსინგი დავიწყე
ვიყავის რადგაც 16 წლის პირველად რო შევედი კიკბოქსინგზე, საერთოდ სრულიად შეიცვალა ჩემი ცხოვრება რა, სპორტით როდესაც დავყავდი. ჩემი პირველი ტრენერი გახლავთ გურამი მახათაძე, საიდანაც დავევლე პირველად კიკბოქსის შესწავლას. პირველ რიგში უყურეს მადლობას ვუხდი გურამის, ჩემთვის გაწეული წვრთნელური მოღვაწეობის ვალის და ასე ვთქვათ, პირველი მანა მეყვანა რინგზე და შემდგომ გამოვედით მე გურამისაც ყავს ასევე ჩემ ტრენერს ცალკე ჯგუფი, მე ცალკე ვარჯიშობ ბავშვებს. ჩვენი სპორტული ვარჯიში გრძელდება 2 საათნახევარი. კვირაში ვარჯიშობთ 3 დღე. 3 დღის მანძილზე ფიზიკურები გვაქვს 2 დღე, რომელსაც გავდივართ ამინდიდან გამომდინარე, როდესაც გვაქვს მზიანი ამინდი და კარგი გარემო არის, გარეთ ბავშვები დარბიან, სირბილს გადიან, მოედანზე გავყავს. კვირაში ერთი დღე გვაქვს სპორტულად განსხვავებული სპორტის სახე, ესე ვთქვათ, ფეხბურთს თამაშობთ, რომელიც ცოტა სპორტის განსხვავებული სახე არის ჩვენი სპორტიდან გამომდინარე. პირველ რიგში იყო ყველაზე დიდი სასიხარულო მომენტი, როდესაც კიკბოქსინგში, როდესაც ვიღებდი მონაწილეობას საქართველოს და ჩემი სამშობლოს სახელი გავიტანე საზღვარგარეთ, რომელიც საერთოდ როდესაც დრო შეავწია ზემოთ, აი ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის. აი ცხოვრებაში პირველი იყო სასიხარულო მომენტი, ყველაზე დიდი მომენტი ის ჩემი კარიერული წინსვლის განმავლობაში, რომელიც იყო მსოფლიო ჩემპიონობა, რომელიც 2024 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი. ერთ-ერთი ჩვენთვის ყველაზე ამ სპორტის წინსვლა არის მსოფლიო ჩემპიონატის და ევროპის ჩემპიონობის ტიტულის მოპოვება, რომელიც გახლავთ ასევე ქამრის დაუფლება, როგორც ევროპის ჩემპიონატზე, ასევე მსოფლიო ჩემპიონატზე. ყველაზე აღმატებული არის ორგანიზაციის ქამრის მფლობელი, როდესაც მე გახლავართ ახლა მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული, რომელიც მოვიპოვე WBFC ორგანიზაციის ქამრის მფლობელი გავხდი, მსოფლიო ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონი და არის კატეგორიები წინ და ზედა საფეხურები, ესე რომ ვთქვათ. და შემდეგი საფეხურიც გასაფხულის თვეში არის ჩანიშნული, რომელიც მომიწევს სხვა ორგანიზაციაში ბრძოლა და უკვე პროფესიონალური დონის სხვა ეტაპი იქნება გასავლელი და ღმერთის წყალობით, ვარჯიში და შემართებით ნახოთ როგორ იქნება შედეგიც. გავდივარ მომზადებას დღეში, ანუ ვარჯიში მაქვს დაწყებული, სადაც ტრავმები მქონდა, შეჯიბრიდან გამომდინარე, ერთი თვე რაც დავიწყო ვარჯიში. ასევე ემზადებიან ბავშვები, მე მემზადები ხა, არის ევროპის ჩემპიონატი, ევროპის ჩემპიონატისთვის და ბავშვებიც ემზადებიან, რომლებიც საერთაშორისო ტურნირზე არიან წარდგენილები, რომლებიც უნდა გავიდნენ რა, შეჯიბრო მომზადებასაც ასევე ჩემთან ერთად გადიან, რომლებიც ჩემი მოსწავლეები გახლავთ. ემზადებით რა, წინსვლისათვის და წარმატებისათვის. მე გახლავთ 35 წლის დაოჯახებული დიახ, ყავს მეუღლე, 2 ბავშვი, გოგო და ბიჭი და რომელიც გვერდში მიდგანან, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ძალიან დიდი, როდესაც ოჯახი ყავს, ძალიან დიდი გვერდში დგომა გჭირდება ოჯახიდან პირველ რიგში. ჩემი ოჯახის უდიდეს და უღრმეს მადლობას ვუხდი გვერდში დგომისათვის. რომ ესეთი შედეგი და ესე კიდევ ერთხელ მიწევს 35 წლის ასაკში ამ სპორტულ კარიერაში ეტაპების გავლა და წინსვლისკენ ბრძოლა, ესე რომ ჩემი ოცნება, ყველაზე დიდი ოცნება იყო მსოფლიო ჩემპიონობა პირველ რიგში. არის სხვადასხვა ორგანიზაციები, სადაც ესე ვთქვათ, კიდევ ერთხელ გრძელდება ერთ-ერთი საფეხურების გადადგმით, სხვა მსოფლიო ჩემპიონატები, სხვა ორგანიზაციის მსოფლიო ჩემპიონობა და ნახოთ წინ როგორი შედეგი იქნება. დავით დოლიძე ზესტაფონის სასპორტო სკოლიდან ძიუდოში საქართველოს ჩემპიონია. თავის ასაკობრივ კატეგორიაში მან ასპარეზობის დღეს 5 ორთაბრძოლა გამართა და ყველა ეტაპზე მოპოვებული წარმატების შედეგად 2013-14 წლებში დაბადებულთა შორის გამარჯვებული სტატუსი მოიპოვა. 11 წლის დავით ანალოგიურ ტურნირში მონაწილეობის გამოცდილება გასულ წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ მესამე ადგილზე გავიდა. სპექტრთან ამბობს, რომ ამ შედეგის გაუმჯობესებისთვის ბევრს ვარჯიშობდა და мотиваციაც მეტი ჰქონდა. ზესტაფონელი ჩემპიონი 38 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ქვეყნის ჩემპიონატი თბილისში ძიუდოს აკადემიაში ჩატარდა. თბილისში ჩატარდა 1 მარტს ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი, სადაც მივიღე მონაწილეობა და ვიჭიდავე 5 შეხვედრა 38 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მოვიგე 5-ვე და გავხდი საქართველოს ჩემპიონი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემ მწვრთნელს ზაზა მახათაძეს. ეს კიდევ არაფერი არ არის, ყველაფერი წინ მაქვს. მე მიზნად მაქვს დასახული, რომ გავხდე მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი.